მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა მომდევნო კვირის პროგნოზე. ვნახოთ ჯერ რა ენერგიებში ხართ. ეხლა რა ენერგიებს მე უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირის განმავლობაში. და რა თქმა უნდა ჩვენი სამი სფერო, ხო? ანუ ესე იგი ჩვენი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა. ვნახოთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეხლა ვისთვის იქნება გაშლა. так, შემდეგ ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში მომდევნო კვირის განმავლობაში იქნებით, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ვნახოთ ეხლა. так. ესე და ვნახოთ ეხლა ჩვენ საქმიანობა ავიღოთ. ანუ ესე იგი ჩვენ ვნახოთ რა აი ასეც გავაკეთეთ რა უნდა წავიდეს. всё, არ გჭირდება. და რა იქნება, რას მივაქციოთ ყურადღება ჩვენ ეს არის საქმიანობა ჩვენი. შემდეგი ვნახოთ ჩვენ რა თქმა უნდა ფინანსები. ხო? რა უნდა წავიდეს, ვნახოთ და რას მივაქციოთ ყურადღება. так, შემდეგი რა თქმა უნდა ურთიერთობა, ხო? ურთიერთობაზეც ვნახოთ რა მიდის. რას ვტოვებთ ჩვენ. მალე გავაკეთებ მარტის პროგნოზსაც უკვე. так, რა მიდეს და რა იქნება ამ კვირაში. всё. თუ დამიდაგჭირდება, მე აგერ დავიწყოთ. ანუ თქვენი სიგნიფიკაცია ვისთვის? მოკლედ, ეს ახლა არის ძალიან კარგი სიგნიფიკაცია იმ ადამიანებისთვის იქნება უეჭველი, ვინც მიისწრაფება, რომ ახალი ცხოვრებისკენ, ხო? ანუ მე მინდა ყველაფერი დავივიწყო, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერი დავტოვო წარსულში, ჩემი გეზი მაქვს აღებული და მივდივარ მხოლოდ წინ, მხოლოდ აი რაღაც ახალ რეალობაში გადავდივარ. ანუ გრძნობთ თქვენ, აი აქ უნდა გრძნობდეთ კიდევაც იმას, რომ რაღაცები მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რაც ნამდვილად უკვე არ გჭირდება. ეს შეიძლება იყოს დარდი, შეიძლება იყოს რაღაც ისეთი მომენტები. არასასიამოვნო. აქ სხვადასხვა ვიღაცამ ძალიან კარგად გაყიდა მანქანა. ან რაღაცა ნიფტი ისეთი და დატოვეთ, ანუ შეიძლება რაღაცა გაწუხებდეთ და დატოვეთ და თან საკმაოდ კარგად გაყიდეთ. ეგაც შეიძლება იყოს ერთგვარი სიგნიფიკაცია ვინმესთვის, მაგრამ ის რომ თქვენ ნამდვილად აი აქ არის ადამიანი, ვინც იწყებს ახალ ცხოვრებას, შეიძლება დაბრუნდეთ სხვათა შორის თქვენ, სად მიყავით წასულებში, საზღვარგარეთ იყავით წასულები და დაბრუნდეთ, ან შეიძლება აქ ფიქრობს ვერ ვეტყვი, რომ თქვენ ფიქრობთ დაბრუნებას, აქ უკვე თქვენ გააკეთეთ ეს რაღაცა ნახტომი. სხვათა შორის შეიძლება ვიღაცამ თავისი კარგი ხნის ოცნებაც აისრულა რა და ნამდვილად ან რაღაცა შეიძლება ზოგისთვის სხვათა შორის ჯეკპოტი თუ მოიგეთ, ეგეც დაწერეთ რა ერთი კომენტარებში, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ისეთი, ძალიან დიდი ნახტომი გააკეთეთ აქ სხვათა შორის, აი, ძალიან კაი ენერგია, всё, მიხვდებოდეთ ახლა თქვენი არის თუ არა ეს სიგნიფიკაცია, შეიძლება რაღაცა ძალიან რაღაცა მნიშვნელოვანი შეიძინეთ, რასაც თქვენ დიდი ხანია შეიძლება, ოცნებობდეთ, ფიქრობდეთ, ხო? ან თქვით, რომ მე ვირჩევ ჩემს თავს, რომ მე ვიცი, რომ ჩემს თავს თუ ვასიამოვნებ, თქვა რაღაცა საჩუქარი შეიძლება თქვენს თავს უყიდეთ, ეგაც აქ არ გამოირიცხება. თქვა ძალიან ძვირფასი საჩუქარი, რომელიც თქვენ გინდოდათ, რომ გეყიდათ. უკვე ვთქვი, რომ ზოგი შეიძლება, თქვა მანქანას შეცვალეთ, ეგაც არის. ან გაყიდეთ ის, რაც დიდი ხანია შეიძლება გაგიყიდეთ დაუშვათ, ხო? ნახოთ ახლა აქ რა ენერგიებში შევდივართ. ამ კვირაში, აი, ნახეთ ახლა, გეუბნებით შეიძლება
უკვე აი ის რო ვთქვი რომ ვიღაცა დაბრუნდა, შეიძლება იყოს ეს თქვენთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი, შეიძლება თქვენ თავთან გქონდათ ბრძოლა, მაგრამ აქ ვიღაცამ დაბრუნდა და აქ ვაგვაჩვენებენ რომ მართლა შევხვდეთ შეიძლება თქვა აი აქ შეხვედრები შეიძლება იყოს იმ ადამიანებთან, ვისთანაც თქვა დიდი ხანი არ გქონდათ კონტაქტი, ვისთანაც გქონდათ შეიძლება დამთავრებული. ზოგი შეიძლება დაამთავრებს აი აქ ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, მაბადიეთ, ვინც თქვა უკვე დატოვეთ რა წარსულში. თქვა დაუშვათ თუ თქვენ საიდანღაც დაბრუნდით, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ადამიანები ვიღაცები დარჩნენ იქ. კიდე აქ ველოდება ძალიან მაგარი წინსვლა. ეს შეიძლება სხვათა შორის აქ როგორი მომენტი არის, იცით? რაღაცა პრობლემები თუ გქონდათ თქვენ ფინანსური, თქვენ მაგ პრობლემიდან გამოდიხართ ყველა ვარიანტში. პლუს კიდე აქ ისეთი ენერგია, როცა აი ხო გეუბნებით რაღაც ისეთი ის მომდის, რომ შეიძლება ვიღაცას დაუხურავ თქვენ კარებს, ვინც თქვენ უკვე მართლა აღარ გჭირდებათ, არ გჭირდებათ, ცუდად არ გეჟღერს, მაგრამ ეს რას, საერთოდ ესე არის რა, რომ ზოგი მიდის ჩვენი ცხოვრებიდან, ზოგი მოდის რა. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ერთმანეთს საჭირო რაღაცა პერიოდში და ამიტომ ზოგჯერ ესეც ხდება. რაღაც გადაწყვეტილებასაც მიიღებ, ზოგი შეიძლება მართლა სადმე დააპირებს წასვლას, მაგრამ აქ რატომღაც უფრო დაბრუნებას ვხედავ. აი ეგეთი რაღაც მომენტი მოდის. კარგით, მოდით აბა შევხედოთ ახლა ჩვენ აქ შეიძლება даже იცით კიდე რა იყოს, აი ის ძველი კომუნიკაცია, რომელიც თქვენ დასრულებული ქონდა, შეიძლება ის აღადგინოთ კიდე ვინმესთან. ეგაც შეიძლება იყოს აქ. Так, კარგით, მოდით, კარიერა რა მიდის და აი ეს პრობლემები თუ გქონდათ დაუშვათ თქვენ, აი ნახეთ, აქაც გამოდიხართ, ხო ხდებით რა, აქაც რვიანი, აქ რვიანი არის ხმალების, მაგრამ ის პრობლემები, რომელიც იყო თქვენთვის, აი შემაწუხებელი, შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ აი დაუშვათ ახლა თუ სამსახური დაკარგეთ, ან შეიძლება ფიქრობდით, არ ვიცი, ჩემ თავს ვერ პოულობთ, შეიძლება ფიქრობდით, რომ ამდენი თქვა ბევრი საქმე შეიძლება გქონდა თქვენ ახლა რაღაცა ყველაფერი ერთდროულად დაგროვდა, ხო? და არ გქონდათ არანაირი ამოსუნთქის საშუალება. აი მიდიხართ, შეიძლება აქ მართლა რაღაც ესეთი გეგმა გქონდათ თქვენ, რაც დაასრულეთ, თქვა და მიიღეთ ვაფშე, თქვათ ეს რა ქვია, პრემია, ან რა ვიცი, რას იძლევიან ახლა, ხო? და გაჯილდოვეს რაღაცის, ხო? იმიტომ რომ ძალიან შეიძლება გადათვირთული პერიოდი გქონდათ ზოგისთვის, ეგაც იყო. და იმიტომ რომ საჯარო გაშლაში ეგ არის, თუ დარდი იყო რაღაცა სამსახურზე, რო თქვა, ან არ არის ან რაღაცა, აქ შეიძლება даже უკვე თქვენ მიიღეთ ზოგმა რამე ისეთი წინადადება. კიდე როგორი მომენტი არის აქ, იცით, შეიძლება თქვენ გააკეთეთ არჩევანი, როგორი იცით, მე აღარ მინდა ვიმუშაო იქ, სადაც მე არ მიხარია. მე მინდა რომ ისეთი სამსახური ვნახო, სადაც მე კიდევაც კმაყოფილი ვიქნები და კიდევაც შემოსავალიც მექნება. შეიძლება აი აქ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და კიდევაც რაღაცა ქმედებაც აქ უნდა იყოს. ან გადახვედით უკვე, ან იპოვეთ თქვენი უკვე აქ საქმე ისეთი და აქ უკვე მისი აი ზუსტად აქ როგორი თემა არის, იცით, რომ ნამდვილად შეიძლება თქვენ აქ ბრძოლაში თუ იყავით, როგორ იცით, რომ აი არ ვიცი, გამომადგება, არ გამომადგება, მაინც თქვენ გადაწყვეტილებას უკვე იღებთ, რომ არა, всё, გადავწყვეტ, ნახოთ აბა კარიერაში ეს როგორ ითამაშებს თქვენ, კი. აი შეხედეთ აქ როგორი მომენტი არის, თქვენ აქ შეიძლება სამსახურის თემაში აისრულებთ იმ ოცნებას, რომელიც თქვენ გქონდათ, რასაც თქვენ ვერ აკეთებდით. აქ არის კიდე როგორი სიტუაცია, თუ დაუშვათ გინდოდათ რამე სწავლა. აი აქ მაინც არის ეს პენტაკლე ხმალების პაჟი, არის ტიპი, რომელიც ხა თქვა და ის სწავლაზე უფრო არის მაგაზე
გამახვილება შეგვიძლია და შეიძლება თქვათ, აი მე ავიხდენით ჩემი ოცნება, მე რაც მინდოდა მე იმას მივახციე. აი ეს არის რა. ანუ როგორი მომენტი არის, თუ დაუშვოთ იყო სიტუაცია, ну თქვათ მუშაობთ კლიენტებთან, ხო? სიტუაცია იყო ისეთი, რომ არ დახურული. აი აქაც შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი, რომ აი უკვე თავზე დამენგრა ყველაფერი, რას არ ვაკეთებ, მაგრამ არა. აი აქ გახსნა მიდის, თქვენი აღიარება, ნახეთ, თქვენ თითქოს ჭრილიდან გამოდიხართ, კიდე ეს მინდა მეთქვა, რომ თუ თქვენ დაუშვათ, არ ჩამდეთ, თუ თქვენ დაუშვათ ახლა ну არ იცოდეთ აქ სხვათა შორის აი ძალიან მნიშვნელოვანი არის მომენტი მე ახლა აი ჩემ ტრენინგზე ფულის ტრენინგი ხო გვაქ ტარდება და იქაც სულ ვეუბნები გოგოებს რომ იცოდეთ რომ ყველაზე მთავარი არის ნებისმიერ საქმე რითიც არ უნდა იყოს დაკავებული ის რომ მე კიდე რა რითი შემიძლია ვიყო საჭირო იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანი ფიქრობდა დაუშვათ ფულზე ხო აი ფულის ადვიშოვო თქვა აი კი ვმუშაობ მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ რომ ვმუშაობთ ახლა ფულიც გჭირდება ხო აბა ვინ მუშაობს ტყილა მაგრამ მაინც აი ეგ მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი როცა შენ იმაზე ფიქრობ რომ რითი შემიძლია ვიყო საჭირო აი აქ თითქოს თქვენი აღიარება იქნება თქვენი გახსნა იქნება შეიძლება რაღაცა რაც თქვენი ცოდნა რასაც თქვენ აი არაჩვენებდეთ ის პლუს კიდე შეიძლება თქვენი კლიენტები გიპოვიან თუ აქამდე ვერ გპოვლობდნენ კი გიპოვიან თუ დაუშვოთ შენ ბიზნესის გახსნა გენდოდა მაგრამ ფული არ გქონდა აქ აუცილებლად თქვენ რაღაც აი აქ არ შეგეშინდეთ რისი დაუშვოთ თქვენ გინდათ ინვესტორებთან წასვლა ნუ სხვადასხვა ადამიანები მიყურებს ამიტომ გეუბნებით რომ შეიძლება თქვათ და თქვენი საქმისთვის შეიძლება ფულს ეძებთ თქვენ ფინანსები გინდოდა აუცილებლად დაგინახავენ რაღაც ახალი ეტაპი არის აი როცა მე ვჩან ვარ იმიტომ რომ თქვენ ამისათვის გააკეთებთ რამეს რა აი თითქოს თუ გქონდათ ეს ჩაკეტილობა ხო თუ გქონდათ ეს მომენტი რომ თქვათ ახლა აი დაუშვოთ ცოდნას თქვენსაც თქვენ საბოლომდე არ აჩვენებდეთ თქვენ აი აქ ნამდვილად იმით თქვენ ცოდნას ბოლომდე გახსნით და დაგინახავენ აი დაგინახა რაღაცა ის შეიცვლება უეჭველი აი აქ კარგით, ну აქაც ხო წინსვლა გვაჩვენეს, შეიძლება რაღაცა ძველი პროგრამებიდან გამოდიხართ სხვათა შორის თქვენ, რომელიც თქვენ არ გაძლევდნენ საშუალებას, რომ უფრო თქვათ გამოჩენილი ვიყავი, აი სიტყვაზე ხა რამე რაღაცა ვისწავლე, მაგრამ მე შინია გამოუჩდე, ხო? გამოჩდები თქვათ, აი დაუშვით სახით გახვალთ და ინტერნეტ სივრცეში და თქვათ დაანახებთ თქვენ პროდუქციის სიტყვაზე და იტყვით, რომ აი მე ეს პროდუქცია მაქვს მაგალითად, ხო? ან მე თქვათ აი ეს საქმე მაქვს დაუშვოთ, ხო? აი ეს რაღაცა იცით რა არის, როცა ასეთ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი ზოგჯერ უკვე თითქოს აი აღარ იცის კიდე რაღა გავაკეთო, ხო? აი მე უკვე მიდის რისკზე, ასე რომ ვთქვათ რა, მივდივარ რისკზე, რომ ბოლოს და ბოლოს ვაჩვენო ჩემი თავი, თქვათ, ну ანუ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, ზუსტად ესაც არის რა, ზოგი ახლა ამას აკეთებს თავი, ну ნებით ზოგს ახლა აიძულებენ მაღალი ძალები, რომ მიდი ბოლოს და ანახე ადამიანებს შენი თავი და იმიტომ რომ ზღუდავენ ფულში, ზღუდავენ თქვათ ახლა ბევრ რაღაცებში, შეიძლება ადამიანი ახლა თქვა თავისი ოფისის სიტყვაზე ისე მოაწყო რომ მაგაზე მე ნუ რაღაც საოცრება, მაგრამ არავინ არ მოდის, ხო? რა გავაკეთო და აი გაიძულებენ რომ გადი ინტერნეტში რა, იქ იმდენი ადამიანები და ვიღაცას კი მოეწონება და აუშვით იქიდან შენი რაღაცა და მოვლენ. შენთან, ხო? სადაც არ უნდა იყო, შეიძლება აი ზუსტად იმას ეძებს ეს ადამიანი, რასაც შენ გაქვს, ხო? და მაგრამ შენ რო არ ჩანხარ და რო არ აჩვენებ შენს თქვათ ახლა პროდუქციას ან შენ ნიჩს ან შენ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ახარ და რითი ხარ დაკავებული, სულ მაგას გიბიზგებ თქვენ რომ აჩვენეთ ადამიანებს რა შეგიძლია და შეიძლება ერთი ადამიანი მოვიდეს ან რა ვიცი არ არის აუცილებლად მილიონი იმ წუთში მოვიდეს ადამიანი, მაგრამ ამით დაიწყება შენი გახსნა. აი ეს არის. გახსენეთ ბოლომდე თქვენი ნიჭი, რაც თქვენ გიცეთ. ფინანსები ნახოთ რა მიდის. რა მიდის და აჰა 10-იანი პენტაკლების რომ მიდის რა კონტექსტში მიდის. აქ შეიძლება პროგრამა ნაკლებობის, იმიტომ რომ 10-იანი პენტაკლები რო წავიდეს, აბა
აქ შეიძლება როგორი მომენტი იყო, აი აქ კიდევაც გეუბნებით რა, მიდის ეს მომენტი ზუსტად რომ რაღაცა გეგმები, აი აქაც რო დაუბრუნდე, გეგმები გქონდა თქვენ, მაგრამ გაყინული იყო. და აი ეს შეიძლება აქ ენერგია იყოს შეჩერებული. ან შეიძლება კიდე რა მიდის, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ იმაზე, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, დაუშვოთ იმისთვის, რომ ფული შემოვიდეს. აბა მოდით ვნახოთ, რატომ მიდის ეს სიტუაცია. ნუ აქ გეტყვით მე თქვენ უეჭველი, აი აქ რასაც ვილაპარაკე, ახლა აქეთ გადაინაცვლა. ნახეთ რა ხდება. აქ უკვე ნახეთ შეიძლება გეუბნებით თქვენ რაღაცა ზოგი აკეთებს იმისათვის, რომ თქვა ფული მოიპოვოს, თქვა ან ახალი გზა რაღაცას, ან აერჩიეთ, ან ირჩევთ და აქ ნახეთ როგორი მომენტი ხდება. ესე იგი ფიქრები კი გქონდა თქვენ იმაზე კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რომ ფული, დიდი ფული მოვიზიდო ჩემ ცხოვრებაში, ხო? და ზუსტად გვეუბნე მე რომ აი მთავრდება ამაზე ფიქრი. აქ თქვენ უნდა გეგრძნოთ ერთი რაღაცა. რომ აი ნუ ეს არის ჩემი სულ აი რა ვიცი ნათქვამი და მაგას ვიტყვი მილიონი აი ნახეთ გზა არჩეული კი ბატონო ხო რაც მე მომწონს კი მე კი არა აი ნახეთ რა ხდება ღმერთო გეტყვით ახლა ანუ ფული მოდის ყოველთვის იქიდან იმ საქმიდან რომელიც შენ გიყვარს და რომელიც შენ მოგწონს ეს დაიმახსოვროთ რა იმიტომ რომ შენ ახლა კი რა თქმა უნდა თუ აკეთებ ჩვენ აი მატრიც არის ყველაზე ადვილი ინსტრუმენტი სადაც იქ წერია რა ნიჭით ვარ მოსული რა რესურსით ვარ მოსული რა არის ჩემთვის კარგი რომ გავაკეთო და რა არ არის კარგი იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ვართ აყოლილები თქვათ იმას რომ აი თქვათ ჩემს მეზობელს ჩემს მეგობარს ჩემს ნათესავს გახსნილი აი ეს საქმე ან ამით არის დაკავებული და ნახე იქიდან ფული მოდის აი ხა გუშინ მეუბნება ჩემი მეგობარი რომ იცი რაო შენ ძალიან მაგარია რატომღაც მგონია რომ შენგან აი ბანკი რა არის ხმა მერტო ჩემო რესტორანის მართველი რო იყო შენ აი რატომღაც ასე აი მოგიხდებოდა მეოთხარი იცი რა ეს მაგაში ვაფშე ვერ ხედავ ჩემს თავს იმიტომ რომ ის არ არის ჩემი და თუ კი ახლა ეს რესტორანი იმიტომ მინდა რომ გავხსნა თქვათ რომ იქიდან ფული მომივიდეს ეს არის აბსურდი იმიტომ რომ მე ეს საქმე არ მიყვარს ნუ როგორც საქმე მე რესტორანში მიყვარს დაჯდომა და ჭამა მაგრამ ის რომ მე ახლა თქვათ რესტორანში დავიწყო მართვა ვაფშე აზზე არ ვარ არც მაინტერესებს ეს სფერო ხო თქვათ და ხა რა თქმა უნდა არც გამომივა მაგრამ მე მყავს მეგობარი გოგო არის სასწაული რა და ერთი რამდენიმე მეგობარი გოგო ვინც მართლა მართავენ მაგრად რესტორნებზე შემოსავალიც აქვს და ძალიან კარგადაც არიან იმიტომ რომ უყვართ სიგიჟემდე ეს სფერო მიხვდეთ რა ხდება იმიტომ გეუბნებით რომ ეხლა ნუ აქ არ არის საჭირო რომ შენ აყვე იმ სოციუმის აზრს თქვა და ანუ იქ ფული კეთდება იმასთან ვისაც უყვარს ეს საქმე გამიგეთ და ზუსტად აი ეს პერიოდი ეხლა დაიწყება ანუ დასრულდება ის თქვენი ფიქრები იმიტომ რომ მოგივათ რაღაცა ინფორმაცია ზუსტად იმაზე რომ თქვენ რაც გულით მოგწონთ დაჯეკით და თქვენ თავს გითხეთ რა მინდა მე რა მომწონს რითი შემიძლია ვიყო საჭირო ვისაც გაქვთ უკვე მატრიცები ხო გადაიკითხეთ იქ ხო გიგზავნით იქ ხო არის ნათქვამი თქვა აი ამაში შეიძლება შენ უკვე არც გახსოვს დაუშვათ ხო და ზუსტად მაგამ ფიქრობ, მაგრამ ვერ ხვდები რატო ვფიქრობ მაგაზე. შეიძლება არაორდინალური იყოს, ათიანი და საერთოდ ახლა აჩვენებს იმას, რომ შეიძლება ადამიანი დაკავდეს იმით, რაც არის არაორდინალური, შეიძლება ვიღაცა ვაფშე გეტყვის, რომ სისულელეებს, ნუ იმაშვები რა, ახლა შეიძლება ვიღაცა უკვე გააკეთა, იმას არ გამოვიდა, მაგრამ შენ გამოგივა.
გამიგეთ? აქ თქვენ ახლა ახლა აქ ჩვენ ფინანსებს უყურებთ, ხო? ანუ იმ საქმედან, რომელიც შენ გიყვარს, აი იქიდან მოვაში, აქ შენი რაღაცა ეს დარდი, აი ამაზე რო თქვა, საიდან ვიშოვო მე ფული დამთავრდება. აი იმიტომ არის, ნახეთ, გამოდიხარ თქვენ აი აქ რაღაცა წინსვლა გაქვს, იმიტომ რომ რაღაც რაც თქვენ გიბლოკავდა, თქვათ, ხო? აი ამ შემოსავალს, ხო, თქვათ, თქვენ კლიენტებს ის გაიხსნება ეს თქვენი გზა, იმიტომ რომ თქვენ აქ დაასრულეთ ეს ფიქრი. აქ შეიძლება ზოგადად თქვათ, ახლა, რამე კურსებს გაივლის, რომელიც თქვათ, ანუ რაც მე მომწონს, ნახეთ, გამოვიდა პრინცესაც გამოვიდა აქ თასების, ხო და ისე რა ქვია, დედოფალიც, ხო? ანუ მე ეს მომწონს, ეს ჩემთვის ძვირფასი, აი მე ვიპოვე ჩემი თავი, ძალიან გთხოვთ, თუ გინდათ ფული, ეს ასეა. და ბევრიც რო იძახოთ, რა ვქნა ეხლა მე და ახლა ესეთი სიტუაცია მაქვს, რომ ეხლა უნდა ვიმუშაო იქ. მე იმდენი გოგოები მყავს, თუნდაც აი ჩემ კურსებზე სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც ემიგრანტები და მაინც აი მარტო იმ ფულებს არ აკეთებენ იმისთვის, რომ აგზავნონ ოჯახში, რომ ოჯახი მშერე არ მოკდეს, გეხვეწებით რა. იყენებენ იმ თანხებს იმისთვის, რომ თვითონაც განვითარდნენ და გახსნან თავის ნიჭებს რა. ძალიან უამრავი გოგო მოდის და იმისთვის, რომ გაიგონ, თქვათ, თავის გზას, ხო, ან ისწავლონ, ან ჩადონ ფული თავის ცოდნაში. გეძლება საშუალება გამოიყენეთ სწორედ თუნდაც ეს თანხები, რაც თქვენ გააქვთ იმისთვის, რომ იყიდეთ რამე კურსები, ხო, რაც თქვენ მოგწონთ, ხო? და იმით უფრო მეც დაეხმარებით თქვენ სხვებს და სამყაროთ უფრო მეც მოგცემთ თქვენ ყოველთვის ეს იცოდეთ, ეს ასე მუშაობს რა. კი, ნამდვილად. აქ გაიხსნება თქვენთან ნაკადი ფულის ნაკადი სრულიად მოულოდნება ზოგისთვის, სხვათა შორის ახალი რაღაცა წყარო იქნება ჯერჯერობით შეიძლება თქვენთვის აი სრულიად მოულოდნელად. შეიძლება თქვენ აი აქ როგორი მომენტი არის, იცით? აი შეიძლება თქვენზე რო გაიგებენ, აი თქვა აქ რო ვთქვით ჩვენ, ხო? დახურული იყავით. აი თქვენ თვითონ რო თავს გახსნით, უფრო მეტი ადამიანი წამოვა თქვენსკენ, იცოდეთ და ფინანსებიც გექნებათ კარგად. და ურთიერთობას ვნახოთ ახლა ჩვენ. აქ ხა მიდის რა, მოლოდინის რეჟიმი, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ჩუმად ხართ ორივენი, შეიძლება თქვათ ზოგი გაბუტული არის უბრალოდ, შეიძლება თქვათ, ახლა არა გაქვთ არანაირი კავშირი, დიდი ხანია შეიძლება ხართ აი ამ ნერვიულობაშთან, ორივენი შეიძლება აქ ხართ ასე დღეში. ეს სიტუაცია მიდის თქვენი ურთიერთობიდან და რა მოდის, აი რა საინტერესო მოდის. აქ შეიძლება მოდის დაბრუნება თქვენი პარტნიორის, აი აქაც არის ეთლი, აქაც არის ეთლი. იმიტომ გითხარით, რომ შეიძლება ძველი ურთიერთობა დაბრუნდეს, ეგაც შესაძლებელია. რომ აქ დაუშვათ ადამიანი შეიძლება რომელიც წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, ის დაბრუნდება, მაგრამ დაბრუნდება სრულიად სხვანაირი. შეიძლება მოვიდეს თქვენთან აი დაუშვათ რამე სერიოზული წინადადებით, ხო? აღიაროს, ან სერიოზული საუბრისთვის მოვა აქ, რომ დაგელაპარაკოს, მაგრამ სულ მცირე მოდით ვთქვათ, გამოჩნდება ადამიანი რამე სერიოზული საუბრისთვის. ეხლა აქ კიდე არის როგორი მომენტი, იცით? შეიძლება ჩამოვა ადამიანი, რომელიც იყო წასული და კიდე ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კიდე როგორი მომენტი, იცით? ურთიერთობა გადავა სხვა დონეზე, თქვათ, ხო? შეიძლება მოხდა აქ დაუშვოთ თქვენ შორის საუბარი, რომ მე არ მინდა, თქვათ, ურთიერთობა არასერიოზული, ხო? მე თუ ურთიერთობა დავიწყებ, ნამდვილად მე დავიწყებ სერიოზული ურთიერთობა, მე ოჯახი მინდა, ხო? და აქ შეიძლება გქონდეთ თქვენ ახლა ეს ცოტა მტკივნეული პერიოდი, მაგრამ აქ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, კი, მიიღებს ადამიანს, აქ საუბარი გექნებათ, მიიღებს გადაწყვეტილებას და სრულიად მოულოდნელად რაღაცას დაგელაპარაკებათ ეს ადამიანი რა. თქვენ შეიძლება უკვე არც გჯერათ, მაგრამ აქ ნამდვილად ადამიანი გამოაჩენს თავს, კი და გექნებათ, აი, აქ ექნება ქმედება თქვენი პარტნიორიდან, ბევრისთვის იქნება ძალიან ან სერიოზულ ეტაპზე, შეიძლება უკვე აღარც მჯერა, უკვე ნამდვილად აღარც
მგონია რომ რამეს იზავს ეს ადამიანი ხო დაუშვათ, მაგრამ აი სრულიად მოულოდნელად ადამიანი ან მოგწერს, ან გამოჩნდება ხო თვითონ და რამე ქმედება აუცილებლად რაღაც მოხდება. ზოგისთვის ჩამოვა კიდევაც, ან მოვა უკვე სერიოზული წინადადებებით. აი ესეთი პროგნოზი გვაქვს.